გასულ კვირას იყო Apple-ის ტექნოლოგიური პრეზენტაცია, რომელსაც ალბათ ბევრმა ჩვენმა მაყურებელმა თვალყური მიადევნა, არაერთი ტექნოლოგიური სიახლე იქნა წარმოდგენილი, ძირითადი ყურადღება დაეთმო რა თქმა უნდა ახალი iPhone-ების სერიას, თუმცა ასევე არ უნდა გამოგჩეს ერთი განახლება, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანს მოეწონა, ვინც ხშირად მოგზაურობს და თანაც მოგზაურობს უფრო მეტად ევროპაში, რადგანაც ეს განახლება ძირითადად ევროპაზე არის გათვლილი. ეს განახლება უკავშირდება ახალი სერიის AirPods-ებში ახალი ფუნქციონალის გამოჩენას. მას ჰქვია სინქრონული თარგმანი, რომელიც სახელითვე გვეუბნება, რასაც აკეთებს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ადამიანი საუბრობს, Apple Intelligence შეუძლია ამ საუბრის live რეჟიმში თარგმნა ისევე, როგორც ამას აკეთებს თარჯიმანი. უბრალოდ აქ განსხვავება ის არის, რომ ის 24/7-ზე მუშაობს და ხელმისაწვდომი არის რამდენიმე ენაზე. ენებს შორის არის ინგლისური, ფრანგული, ესპანური, პორტუგალიური და გერმანული ენები. ანუ ძირითადად ეს არის ევროპის კონტინენტისათვის შექმნილი პროდუქტი და ის მაგალითად აზიაში, იაპონიაში, ჩინეთში დიდად არ გამოგვადგება, თუმცა აქ საინტერესო ის არის, რომ ეს პროდუქტი ვერ იმუშავებს ევროკავშირში. აი რაც რა უნდა პარადოქსული და უცნაური იყოს, Apple-ს მოუწია ამ ფუნქციონალის გათიშვა ევროკავშირის ბაზარზე, რადგანაც ევროკავშირში აქვთ საინტერესო რეგულაციები. ერთ-ერთი რეგულაცია უკავშირდება იმას, რომ ნებისმიერი მოწყობილობა, რომელშიც არის ჩატვირთული ციფრული პროდუქტი, უნდა იყოს თავსებადი სხვა კონკურენტი კომპანიებისაგან მოწოდებულ ციფრულ პროდუქტებთან. აი მაგალითად ავიღოთ iPhone-ი, რომელშიც არის ჩაყენებული რა თქმა უნდა Apple-ის რუკები, მაგრამ iPhone-ში ასევე არის შესაძლებელი Google Map-ით სარგებლობა და ძალიან ბევრი მოხმარებელი დარწმუნებული ვარ, სწორედ Google Maps იყენებს. ზუსტად აი ეს პრინციპი უნდათ ევროკავშირში არსებობდეს AirPods-ებთან დაკავშირებითაც და ამბობენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ Apple Intelligence-ის თარგმნის ფუნქციონალი მას არ უნდა ჰქონდეს. თუ გინდათ, რომ ეს ფუნქციონალი იყოს ჩვენს ბაზარზე ხელმისაწვდომი, მაშინ კარები უნდა გავუხსნათ სხვა კონკურენტებსაც, მათ შორის ყველაზე დიდი კონკურენტი არის რა თქმა უნდა Google Translate-ი, რომელიც დაახლოებით იგივე ფუნქციონალს ავითარებს, თანაც უკვე ძალიან დიდი ხანია ეს მათთვის სიახლე ნამდვილად არ არის და Translate-ი რა თქმა უნდა ინოვაციურობას და ასე ვთქვათ ახალი სერვისების დანერგვას არ წყვეტს, გაცილებით მეტი ენაც აქვს Translate with Apple Intelligence, მაგრამ Apple-ში ეს იდეა დიდად არ მოსწონთ. რადგანაც Apple-ია ჩაკეტილი ეკოსისტემა და როგორც წესი Apple-ის მიდგომა არის საკუთარი პროდუქტის, სერვისისა და მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის ისეთნაირად გავითარება, რომ ყველაფერი იყოს ერთი ეკოსისტემის ნაწილი და აქ Apple პრინციპულ ფუნდამენტურ დონეზე ვერ დაუშვებს, რომ თარგმნის ფუნქციონალი გადააბაროს სხვა კომპანიას, მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანია არის Google და აქ რაღაც რეპუტაციული საკითხი არ დგას. Google-ის სანდო კომპანია, მაგრამ საკითხი ის არის, რომ ეს არ იქნება Apple. და აი ეს არის Apple-ისათვის პრობლემა და ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ ეს პრობლემა, რომელიც დადგა ევროკავშირში, მოეგვარებინათ, ორი გზა იყო სულ. ან უნდა შეეჩერებინათ ამ სერვისის მიწოდება, ან უნდა გაეხსნათ კარები. გადაწყვიტეს სერვისის მიწოდების შეჩერება. რამდენად ჭკვიანური არის ეს გადაწყვეტილება, ეს საკითხავია, რადგანაც რომ გაეხსნათ კარები, ალბათ ძალიან მცირე ნაწილი მომხმარებლებისა თუ აირჩევდა Google Translate Apple-ის ყურსასმენში, რადგანაც ლოგიკა ამაში უბრალოდ არ იქნებოდა, ყველა მაინც ალბათ Apple Intelligence აირჩევდა, მაგრამ როგორც ჩანს Apple-ისათვის ეს იმდენად ფუნდამენტური და პრინციპული საკითხია, რომ ისინი ამ დათბობაზე არ მიდიან. აქვე რადგანაც ამდენი აღხსენით და ვთქვით ევროკავშირთან დაკავშირებით, ისიც უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი ყველაზე მეტ პრობლემას ბოლო პერიოდში უქმნის სწორედ აი ასეთი ტიპის ტექნოლოგიურ გიგანტებს, მათ შორის Google-ი თავადაც არის შარში გახვეული, მარტივად რომ ვთქვათ, თავის ეკოსისტემასთან დაკავშირებით, მათ შორის Android-თან არის რამდენიმე სასამართლო დავა, ცოტა ხნის წინ ჩვენ გავიგეთ დავა, როგორ გავითარდა Google Chrome-თან დაკავშირებით და ასევე სხვა მოთამაშეებიც, თუნდაც Microsoft-იც იგივენაირი წნეხის წინაშე არიან და ევროკავშირს აქვს ესეთი პრინციპული მოთხოვნა, რაც დაახლოებით შემდეგ გვარა ჟღერს. ტექნოლოგიურმა გიგანტებმა არ უნდა ჩაკეტონ თავიანთი ეკოსისტემები, მათ შორის Apple-მა, როდესაც პირველად დანერგა Apple Pay, დაარღვია გარკვეულწილად ეს პრინციპი, რადგანაც იქ არჩევანი არ ყოფილა Google Pay-სა და Apple Pay-ს შორის, პირდაპირ დიფოლტად იყო Apple Pay, რაც აგრეთვე არღვევს გარკვეულწილად ამ რეგულაციას. მოკლედ, ეს რეგულაცია არის ძალიან რთული, მისი აღსრულება ასევე არის საკმაოდ რთული ბევრი კომპანიისათვის, რადგანაც მაგალითად Windows-ის მომხმარებლისათვის ცოტა არ იყოს და წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება Windows-ი გამოიყენოს მაგალითად
Microsoft Office-ის გარეშე და იქ რა ალტერნატივებზე უნდა იყოს საუბარი, მაგრამ Apple-ის მომხმარებლებისთვის ეს კიდევ უფრო მეტად წარმოუდგენელია, რადგანაც Apple-ის მომხმარებელი გარკვეულწილად მიჩვეულია და უნდა კიდეც ის, რომ ყველაფერი მზა შესთავაზოს Apple-მა და იქ თუ ყველაფერზე გადაწყვეტილება სათითაოდ იქნა მისაღები მეილისთვის, რომელი აპი გამოიყენოს და კამერისთვის, რომელი აპი, ეს გაართულებს მომხმარებლის ყოველდღიური გამოყენების პროცესს, მაგრამ როგორც ჩანს ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ ეს მიდგომა უფრო სამართლიანია, ეს მიდგომა თავიდან აგვარიდებს მონოპოლიას, დუოპოლიას ან ოლიგოპოლიას და საბოლოო ჯამში ამით იხეირებს როგორც კომპანიები და მისი მომხმარებლები, აგრეთვე თავად ეკონომიკა და მათ შორის განსაკუთრებით ევროკავშირის ეკონომიკა. ერთი დეტალი შეგვიძლია დავამატოთ, რომ აქამდე Apple თავისი intelligence AI-ის გამოყენებას ფაქტობრივად ვერ ახერხებდა რეალურად ვერაფერში და ის რომ ამ ხელა პრეტენზიას აცხადებს, რომ ჩემი პროდუქტი იმდენად ეფექტურია, რომ მე Google-საც შემიძლია ვაჯობო, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ თლად ცუდად აღარ აქვს Apple საქმე და სავარაუდოდ, საქართველოში მაინც უახლოეს მომავალში ვნახავთ რეალურად როგორ მუშაობს აგერთვის ბოლოს ეს ახალი ტექნოლოგია. ან შეიძლება იმდენად ცუდად მუშაობს, რომ Google-თან შედარება მას უბრალოდ ბოლოს მოუღებდა და ამიტომაც არ ცუდად ამ ფუნქციონალის გამოჩენა. ამას ნახავთ სექტემბრის ბოლოს. კი ბატონო.